არსებითად დარღვეული მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვების სტანდარტი იყო დარღვეული რეალურად პროკურატურის მეწარმოქმნელ მტკიცებულებებში, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ ვერ დაინახა ვერანაირი კანონდარღვევა ამაში და პროკურატურის ყველა მტკიცებულება დაუშვა. ჩვენი დაუშვებლობის საკითხი მტკიცებულებების ემყარებოდა ამას, რომ რელევანტურობის საკითხი და შემხებლობა ამ საქმეში არანაირი არ აქვს ამ გამოკითხვის ოქმებს და არანაირი არ აქვს იმ პიროვნებებს, რომლებიც ამბობენ, რომ დავზიანდნენ. შეიძლება ეს ადამიანები მართლაც დაზიანდნენ, ჩვენ ამის მსჯელობაში არ შევდივართ. შეიძლება იქ მართლაც რუსთაველზე იმყოფებოდნენ ეს პიროვნებები, თუმცა ის რომ იქ ანდრო ჭიჭინაძემ რამე ესროლა მათ, ამის გამო დაზიანება მიიღეს, ან თუნდაც სხვა პირებმა რაიმე მოქმედება განახორციელეს, რომლის გამოდაც ისინი დაზიანდნენ, ეს წარმოდგენილი არ არის. თავად ეს პიროვნებები როცა გამოკითხეს, მათაც კი არ მიუთითებიათ რომელიმე ბრალდებულზე, რომ იცით რა მე აი ეს ადამიანი ამოვიცანი. პირდაპირ წერენ, რომ მე ვერ დავინახე, ვინ მესროლა, ან ქვა, ან რა ვიცი რაღაცა მაშხალა, ან ასე შემდგომ. უნდა აღენიშნოს მაგ ჯგუფურობაზე სანამ გადავალთ, რამდენიმე ასპექტი არის. პირველი რომ ძალადობრივი მოქმედება უნდა იყოს ჯერჯერობით სახეზე, შემდგომ უნდა იყოს უკვე ჯგუფურობა და ჯგუფურობასთან ორგანიზებულობა. რადგან ეს უკვე ყველამ გაიგო, რომ ჯგუფურობა და ორგანიზებულობა სახეზე არ არის, ძალადობრივსაც შეეხება მათ მიერ განხორციელებული მოქმედებები არანაირ სამართლებრივ სტანდარტში არ ზის, რომელიც ძალადობით ხასიათდება. და მეტიც ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ ვიღაცამ თუ ქვა ისროლა რაღაცა უმისამართოდ და არავის ის არ მოხვდა, ასეთი საქმეებისთვის ჩვენ ადვოკატებსაც არაერთი ადმინისტრაციული პროცესი გვაქვს აქტივისტების მისამართი და სხვაობას ვერ გვანახებს პროკურატურა, რა სხვაობა არის პიროვნებას, რომელიც ისროლა რა ვიცი ქვა და ისე გადავარდა სადღაც და აი ამ სინდისის პატიმებში არსებულ ზატომ არის ის ადმინისტრაციული და ეს სამართალი, ამაზე ერთ-ერთი პასუხი არის პოლიტიკური мотиваცია, რომელიც ამ ბიჭების მიმართ არსებობს. ჩვენ ვუთითებდით იმ ყველაფერზე, რომ ბრალდების ხარი და ბრალდების ხარის მტკიცებულებები ლაპარაკობენ ორგანიზებულ დანაშაულებზე, თუმცა არც ერთი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, რომელიც არათუ შეკავშირებულ დანაშაულს ჩადენას ან წინასწარ ორგანიზებულ ჯგუფს, არამედ საერთოდ ამ ადამიანების ერთმანეთთან ნაცნობობას და კომუნიკაციას დაადასტურებდა. ეხლა ის ცალკე აღებული ის, რომ არათუ დადასტურებული მტკიცებულება, არამედ მინიშნებაც კი არ არსებობს ამ ადამიანების ერთმანეთთან ნაცნობასთან დაკავშირებით, საკმარისი მეტი ინფორმაცია უკვე იმისთვის, რომ დევნა ამ ეტაპზე შეწყვეტილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით, ორი კვირა ქონდა და ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ჩვენ წერილობით პოზიციებს სასამართლო. მიუხედავად ამისა, ზუსტად იმიტომ, რომ ბუნებაში არ მოიძებნება არავითარი არგუმენტი ჩვენი პოზიციების საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი ახსნისა და განმარტების გარშე უბრალოდ უარი თქვა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. წინასამართლოს ხდომის ეტაპი დასრულდა, 2 აპრილიდან ვიწყებთ არსებითი განხილვის ეტაპს, საიდანაც ბრალდების და დაცვის ხარებები წარუგებით უკვე შესავალი სიტყვით მოსამართლის წინაშე და გავაგრძელებთ მოწმეთა დაკითხვებით, მტკიცებულებათა კვლევით, ვიდეო ჩანაწერების ჩვენებით და ასე შემდეგ. საქმეს ეყოლება ახალი მოსამართლე, არსებითი განხილვის ეტაპზე განისაზღვრება ძირითადი მოსამართლე, ვინც უნდა განიხილოს საქმე არსებითა და მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.